მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? მოკლედ დღეს გადავწყვიტე რომ დღევანდელ ვლოგში ვისაუბროთ ჩემზე და უკეთ გაგეცნოთ. არ მინდა რომ ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდეს, ამიტომ შევეცდები რომ მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. თან ახლებიდან მომატეთ ახალი გამომწერები და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ჩემზე ვისაუბრო. თავიდან დავიწყებ რა თქმა უნდა ბავშვობით. ბავშვობა მქონდა ესეთი ლაღი და ბედნიერი მართლაც. ამას იმიტომ ვიძახე რომ ჩემები ცოცხლები მყავდნენ, მშობლებს გულისხმობ, ბებიას გულისხმობ, ძმას გულისხმობ. ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არავისგან და არაფრისგან განსხვავებული. დავდიოდი სკოლაში, რა თქმა უნდა. ხო, მოდი ჯერ იმას დავიწყებ. 5 წლამდე ცხოვრობდით თიანეთში. ბებია-ჩემის სახლში. ბებია-ჩემი არის თიანეთიდან. იქ ვიზრდებოდი, მოკლედ რომ ვთქვათ. ჩემ მშობლებთან, ძმებთან და ბებიასთან ერთად. მერე ისე მოხდა რომ ადგილი შევიცვალეთ. სადღაც 5-ის ვიყავი რომ წამოვედი თიანეთიდან და დუშეთის რაიონში ცხოვრობდით. მან თუ ცხოვრობდი 22 წლამდე. 22 წლის ვიყავი. სანამ 22 წლის გავხდებოდი, მანამდე კიდევ პატარა ისტორიას მოგიყვებით. ჩემთვის არის რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული, მაგრამ ესე მინდა რომ იცოდეთ ჩემი ისტორია რახან მოგიყვებით ბოლომდე. მთავრა სკოლა 11 კლასი. მეორე წელს დაიწყო ეს 12 კლასიანი სწავლება. თინეიჯერობის პერიოდი სადღაც 15 წლისაც არ ვიყავი რომ მამა გამიხდა ცუდად. 43 წლის ასაკში. და პატარაობიდან მე ვუვლიდი, იმიტომ რომ დედაჩემი სულ სამსახურში იყო, სულ მუშაობდა. ვეხმარებოდი, რითიც შემეძლო. იმიტომ რომ დილით გადიოდა და სახამოს მოდიოდა. ესეც სამსახური ქონდა საკმაოდ გადატვირთული გრაფიკით. მოკლედ როგორც უკვე გითხარით, მამაჩემი გახდა ცუდად. ერთ-ერთი საჭმის ჭამის დროს მამაჩემს მე ვაჭმევდი როგორც ყოველთვის და ჭამის დროს უცებ შეწყვიტა სუნთქვა. იქ მომენტი სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ძალიან ცუდად ვიყავი, რა თქმა უნდა მამაჩემი დედაზე არანაკლებ მიყვარდა. არ მინდა ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდეს და მინდა რომ მოკლედ გითხრათ რაც შეიძლება. მამაჩემის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ დედაჩემმა გაიკეთა ჩიყვის ოპერაცია თბილისში. გართულებული ჰქონდა, მაგრამ შეიძლებოდა მისი სიცოცხლე. უბრალოდ ექიმმა დაუშვა შეცდომა და არასწორად გაუკეთა ოპერაცია. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ანალიზები არ აუღო წინასწარ. ნარკოზიდან ვერ გამოვიდა დედაჩემი. პატარა ასაკში 2 მშობლის დაკარგვა. დამიჯერეთ არ არის საერთოდვილი. თან თინეიჯერობის პერიოდი აგეხსენებათ როგორი რთულია. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ 6 წელში მე გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა და ძალიან კარგიც გავაკეთე. იმიტომ რომ მე რომ საქართველოდან არ წავსულიყავი,
ზუსტად ვიცი ვერ გადავრჩებოდი. მაშინ ჩემ თავს უთხარი ესეთ რაღაცა, რომ ან უნდა გადარჩე, ან უნდა მოკვდე. თქმა უნდა, პირველი ავირჩიე. 22 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან საბერძნეთში 2010 წელს 22 მაისს ძალიან კარგად მახსოვს ყველა თარიღი ჩამოსვლისაც და წასვლისაც. მოკლედ წავედი და ესე რომ თქვათ გადავრჩი. საბერძნეთში გავჩერდი 6 წელი ზუსტად და საქართველოში დაბრუნდი 2016 წლის 2 აპრილს. და დავოჯახდი. 3 წელი გავჩერდი საქართველოში. შეუძლებელი იყო მაგ ხელფასებით ბინა გეყიდა. მოკლედ 3 წლის შემდეგ დაოჯახებიდან მეორედ წავედი 2019 წლის 2 ივლისს და საბერძნეთში გავჩერდი 3 წელი და 6 თვე. გავჩერდი იმიტომ რომ ბინა შემეძინა. დაბრუნდი ისევ თბილისში. როგორც უკვე გითხარით, ვიყიდე ბინა, რომელიც მოვაწყო ჩემი გემოვნებით და ბინაში ვიცხოვრე სადღაც 3 წელი. არც კი ჩემი საქართველოში ყოფნის დროს მეორედ რომ ჩამოვედი, სანამ საბერძნეთში წამოვიდოდი, ეხლა მე-13 უფრო სწორად, ჩემი ერთი ძმა სადღაც 1 წლის წინ გარდამიცვალა 51 წლის ასაკში. მანქანა დაეჯახა, სწრაფად მომავალი და ადგილისევე დაიღუპა. დამრჩა მხოლოდ ერთი უფროსი ძმა. ესეა ჩემი ისტორია, ჩემო კარგებო. საკმაოდ მძიმე ისტორია მაქვს. დანარჩენს კიდევ სხვა დროს მოგიყვებით. მე-3 ჩამოვედი საბერძნეთში და ეხლა ნამდვილად არ ვიცი რამდენ ხანს გავჩერდები. მუშაობ, ჩემთვის ვარ შრომა არ მეზარება, რაც ყველაზე მთავარია. ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ჯანმრთელად მომყოფო. დანარჩენს კი მე შევძლებ. ვცდილობ რომ ძლიერი ვიყო.